აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდის მერობის კანდიდატ დავით კოდუასთან და სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად მარიამობის სადღესასწაულო წირვას კორცხელის ღვთისმშობლის სახელობის მე-17 საუკუნის ტაძარში დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით ერთიანობის, მშვიდობისა და საქართველოს მთლიანობისთვის ლოცვა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მე მინდა მიულოცო ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ ერთად უნდა გავაძლიეროთ რწმენა და ღვთისმშობლის მადლით საქართველო იქნება ერთიანი, გაერთიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის მასპინძელი და მცველი ქალაქიდან სრულიად საქართველოს უოცავ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებ ბედნიერებას, მშვიდობას და წარმატებულ ცხოვრებას. მინდა ყველას მოგილოცოთ, ღვთისმშობელმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგიბრწყინოთ ის გზა, რაც ცხოვრების გზაზე